500 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლები სოფელ არაშენდასა და ბაკურციხეში სასწავლო დაწესებულებების სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. სამუშაოებზე სულ 11 მილიონი ლარი დაიხარჯა. ორივე შენობა სრულად აკმაყოფილებს როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურულ, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნებს. სკოლები აღჭურვილია შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით. მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. ორივე სკოლას აქვს სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული ზონები და ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ადგილობრივი რესურს ცენტრის, მუნიციპალიტეტის, განათლების სამინისტროსი და სხვადასხვა უწყებების ესეთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტროს მთავარი მიზანი არის არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული განვითარება და გაუმჯობესება სკოლების, არამედ შინაარსობრივი დახვეწა, პედაგოგების განვითარებაზე და წინსვლაზე ზრუნვა და რა თქმა უნდა, სასწავლო გარემოს გაუმჯობესება. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს განათლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, განათლება არის ჩვენი მომავალი თაობის წარმატების ერთ-ერთი ძლიერი ფუნდამენტი და ზუსტად ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები უზრუნველყოფენ ჩვენს ღირსეულ მომავალს. ეს არის უმაღლესი სტანდარტის განხორციელებული სამუშაოები, რაც იძლევა ჯანსაღი გარემოს შექმნისა და ევროპული სტანდარტის განათლების მიცემის ყველანაირ შესაძლებლობას ჩვენი მოზარდი თაობისთვის. მისასალმებელია ის გარემოება, რომ ამ პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად იყო ჩართული და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება როგორც კახეთის რეგიონში, ასევე საქართველოს მთელი მასშტაბით პრემიერ-მინისტრის მიერ დაინიცირებული ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ასობით სკოლის ახლიდან აშენებას და სრულ რეაბილიტაციას ეხება. განათლებაზე ზრუნვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მშენებლობა კახეთის რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გავხსენით გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ არაშენდის და ბაკურციხის საჯარო სკოლები, რომლებიც სრულად რეაბილიტირებულია, გათვლილია 400 მოსწავლეზე. მინდა ყველას მიულოცო ეს მნიშვნელოვანი დღე სოფელ ახალშენში და სოფელ ბაკურციხეში ჩვენ გავხსენით ახალი თანამედროვე სტანდარტის სკოლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსწავლეები უსაფრთხო გარემოში მიიღებენ განათლებას. კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო აღნიშნული დღე ჩვენს მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს და იმედი მაქვს, რომ ამ სკოლებში ღირსეული მამულიშვილები აღიზრდებიან ჩვენი ქვეყნისთვის.